თავის ტკივილისა და შაკიკის შემთხვევაში იკეთებენ ხოლმე თავის ტვინის გამოკვლევებს, მაშინ, როდესაც პრობლემის ნამდვილი მიზეზი ხშირ შემთხვევაში კისერია. თითქმის ყოველთვის თავის ტკივილს თან ახლავს დაძაბულობა და ტკივილი კისრის არეში და რატომღაც მიზეზს ეძებენ მხოლოდ და მხოლოდ თავში. მაგრამ გულიდან გამოთხოვცნელი სისხლი, სანამ თავში მივა, უნდა გაიაროს კისრის მონაკვეთი, ხომ? თუ კისრის მალებში განთავსებულმა ხერხემლის არტერიებმა არ გაატარა საკმარისი რაოდენობით სისხლი თავის ტვინისკენ, რა მოხდება? რა თქმა უნდა, პაციენტს ეწყება ძლიერი თავის ტკივილი. მეორე, კისრის კუნთების უკანა ჯგუფი მიმაგრებულია თავის ქალაზე კეფის არეში. თუ ეს კუნთები დაძაბულია, ამ დროს იწყება დაძაბულობით გამოწვეული გადაცემითი თავის ტკივილი და სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება თავის არეში. ამიტომ თავის ტკივილისა და შაკიკის შემთხვევაში პირველ რიგში გადაამოწმეთ კისრის მალები და არტერიები. ამისთვის საჭიროა გაკეთდეს კისრის მალების რენტგენი ორ პროექციაში და კისრის არტერიების დუპლექს სკანირება. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში არსებობს ამ პრობლემის საკმაოდ მარტივი მოგვარების გზა. ამისთვის ორი რამ არის საჭირო. პირველი, კისრის პირველი მალის ატლასის სწორ პოზიციაში დაბრუნების პროცედურა, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ამ მონაკვეთში არის შევიწროებული ხერხემლის არტერიების დიამეტრი. პირველი მალის არასწორი პოზიციის გამო. მეორე, კისრის კუნთების დაძაბულობას ვაგვარებთ სარეაბილიტაციო მასაჟის 10 დღიანი კურსით. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი ფიზიოთერაპევტი, შვეიცარიაში დიპლომირებული ერთადერთი ატლას სპეციალისტი საქართველოში. მე და ჩემი კოლეგები დავეხმარებთ ათასობით პაციენტს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.